მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. საქართველოს შესახებ ანგარის ევროპარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს და კენჭუყრის შინაარსით კრიტიკული რეზოლუცია უკვე წარდგენილია. დოკუმენტში ასახულია შესწორებაც, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს 3 ტელევიზიის იმედის, პოსტივისა და რუსთავი 2-ის სანქცირებას მოითხოვს. რეზოლუციაში ასევე ქართულ ოცნებას ევროპული კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ და პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ. გასულ თვეში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ წარმოდგენილ რეზოლუციას 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა. ევროპარლამენტარების მიერ წარდგენილ დოკუმენტს აფასებენ თბილისში. ოპოზიცია იზიარებს რეზოლუციის შინაარსს. მმართველი გუნდი კი წარმოდგენილ დოკუმენტს აკრიტიკებს. სრულიად რეალურია, რომ ევროპარლამენტმა კიდევ ერთი მკაცრი რეზოლუცია მიიღოს იმ ძირგამომხრელი საქმიანობიდან გამომდინარე, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება, მათ შორის ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევით, სისტემური დანაშაულით და ასევე პროპაგანდით და ასევე ირანისა და რუსეთისათვის დახმარებით, ხო? მაგრამ სამწუხაროდ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს რეზოლუცია მასში ჩაწერილი პუნქტები შესრულდება ოცნების მიერ. მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოსავალი და გამოსავალი არის თანმიმდევრული ნაბიჯები. გამოსავალი არის ხალხის გაერთიანება, დიდი დემონსტრაციები. სამწუხაროდ, როდესაც ესეთი საკითხები იხილება, ყოველთვის არის საფრთხე იმისთვის, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, მაგრამ ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, ხალხმა უნდა დავარწმუნოთ ეს სივრცე, რომ არ შეიძლება ამ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. და პირველ რიგში ამის ყველაფერს უნდა აკეთებდეს ქართული ოცნება. მაგრამ ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს. ქართული ოცნება პირიქით ცეცხლზე ნავთს ასხავს. შესაბამისად, ქართული ოცნება როგორც ჩანს დაინტერესებულია ამ საკითხით. ჩვენ უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციებს ყურადღებას დიდი ხანია არ ვაქცევთ. იმიტომ რომ აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციით არის ხოლმე გაჯერებული და მე შესაბამისად არასწორი დასკვნები არის გაკეთებული. ისევ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯებზე, რომელიცაც დგავენ, ჩვენ გამოვხდით მზადყოფნა, რომ პუნქტობრივად გავიაროთ ფაქტებზე დაყრდნობით და არა აღქმებზე დაყრდნობით ყველა ეს საკითხი. კიდევ ერთხელ ეს მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ კიდევ გავმეორებ. როდესაც შენ გაქვს ჩემთან პრეტენზია ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და მე შენთან ჩამოვდივარ ბრიუსელში, შენ ეს შეხვედრა არ უნდა გააუქმო. და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რატომ გააუქმეს. გააუქმეს ერთი მიზეზის გამო, რომ მათ არგუმენტები არ ექნებოდათ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე დეპუტატები მიუსაფარი შინაური ცხოველების მოვლა პატრონობის საკითხზე. სტიქიის შედეგად დაზიანებული, ასევე რეგიონული ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელებენ. აღნიშნული თემები დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ერთ-ერთი პირველი თემა, რომელზეც დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, მიუსაფარი ცხოველების საკითხი იყო. მერიდან შემოსული საკითხი შესაბამის კომისიას დაეწერა და საკრებულომდე ის განიხილავს. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს საკითხი ჩვენს მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, პრობლემატურია და კომპლექსურ მუშაობასთან ერთად დიდ თანხებს საჭიროებს. პრევენციული ღონისძიების გატარება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პრობლემის გადასაჭრელად, თუნდაც რეგიონულ დონეზე. ჩვენ მომდევნო საკრებულოს სხდომაზე აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. აბსოლუტურად დეტალებში იქნება განხილული თუ რა მიიღო პარლამენტმა დადგენილებით შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით. რა საკითხი, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რა არის მნიშვნელოვანი მოქალაქეებმა იცოდეს და ის პრევენციები რაც შეიძლება გატარდეს. შეიძლება მომავალში ნამდვილად იყოს, ან შეიძლება ეს ინტერმუნიციპალური გახდეს, აი ეს პროგრამა, ასე ვთქვათ. და მთელი თქვათ ამ შემთხვევაში გურიის რეგიონმა იქნება ერთად მიიღოთ რაღაც გარკვეული ერთი ადგილი შეირჩეს, სადღაც რომ მოხდება ამ შინაური უსახკარო, ასე ვთქვათ, ცხოველების რაღაც მოვლა პატრონობა. მეორე და მესამე საკითხები, რომელიც დღეს ბიუროზე მერის წერილობითი მოთხოვნით დაისვა, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე რეგ ფონდიდან განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებია. ერთის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონ ლარზე მეტია, მეორესი კი 600.000 ლარი. აღნიშნულ საკითხებს ინფრასტრუქტურის კომისია შეისწავლის და საკრებულოზე სამსჯელოდ და თანხმობის მისაცემად გამოიტანს.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ოზურგეთში ნომერ მე-3 საჯარო სკოლაში გაიმართება. ასევე დღეს გახდა ცნობილი გამოცდების დაწყების თარიღი და ის 2 ივლისია. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი სიჭინავამ გვითხრა, გამოცდები 2 ივლისს ქართული ენის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდებით დასრულდება. ოზურგეთში სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ წელს საგამოცდო სესიებს ნაცვლად ნომერ მე-2 საჯარო სკოლისა, ნომერ მე-3 საჯარო სკოლა უმასპინძლებს. გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გვაქვს ინფორმაცია და უკვე გაიხსნა, რომ არა მე-2 საჯარო სკოლაში, არამედ ცენტრი იქნება მე-3 საჯარო სკოლა. მე-2 საჯარო სკოლა თავისი პირობებით არ შეესაბამებოდა იმ კრიტერიუმებს, რაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა მოთხოვნილი, შესაბამისად წელს აბიტურიენტებს მე-3 საჯარო სკოლა უმასპინძლებს. ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს სიახლე, ეს არის რომ 2 ივლისს დაიდო უკვე და გვაქვს ეს განრიგი ცნობილი, რომ 2 ივლისს დაიწყება გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. 22 ივლისამდე გაგრძელდება, მასწავლებლები 5 ივლისს შეუერთდებიან ამ საგამოცდო მსვლელობას, ასე ვთქვათ, მე ყველას მოსწავლეს, მასწავლებელს, ყველას წარმატებებს უსურვებ, დარწმუნებული ვარ, რომ ის პირობები, რომელიც მე-3 საჯარო სკოლაშია შექმნილი, სრულად ადაპტირებული არის და გარემო ისეთი იქნება, რომ თავიანთ ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება შეძლებენ. პირველ კლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ კლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში იწარმოებს. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი სიჭინავამ გვითხრა, ეს რეგისტრაცია ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანია. ჯამში კი პირველ კლასელთა რეგისტრაცია სულ 4 ეტაპიანია. დღეს უკვე პირველ კლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 3 ივლისამდე გაგრძელდება. 6 ივლისიდან დოკუმენტაციის მოტანა ევალებათ მშობლებს, სპეციალურად მართვის საინფორმაციო სისტემაში მოახდენენ თვითონ რეგისტრაციას. სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის არ წარდგენა უკვე გამოიწვევს, რომ ავტომატურად რეგისტრაცია უქმდება. ამიტომ მშობლებს მიმართავ, რომ დროზე მიიტანონ 6 ივლისიდან უკვე ეს განცხადებები. ჩვენ ვიცით, რომ თუ კიდევ ვინმე დარჩა, ხო ამის შესაძლებლობა კიდევ გვექნება, რომ დარეგისტრირდნენ ბავშვები. ძირითადად ოზურგეთი იყო იმ ტერიტორიულ პრინციპზე გათვლილი, სადაც შეეძლოთ რეგისტრაცია პირველ კლასელებს. ამ შემთხვევაში თავიანთ სასურველ სკოლებს მიაკითხავენ და ადგილების ქონის შემთხვევაში დარეგისტრირდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანაკლასას 2025 წლის სექტემბრიდან დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშწორების მუქარით სისტემატურად ძალავდა ფულსა და ძვირფასეულობას. ასე დადგინდა, რომ აღნიშნულმა მოსწავლემ დაკავებულ სხვადასხვა დროს 1350 ლარი და 10000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა. სამართალდამცავებმა საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 191 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. Ხოლო ზურგეთში მზიანი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი. ჩოხატაურშიც მზეა ნავარაუდები და ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ ყველაზე მაღალი ტემპერატურა 30 გრადუსი დაფიქსირდება. გადავიდეთ საკურორტო ზონებზე. ურეკში მზე და 27 გრადუსი იქნება. ბახმაროში ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები და ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება. ხოლო დედაქალაქში ნაწილობრივ მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +29 გრადუსი. ეს გახლავთ ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. გურიის ახალი ამბების აუდიო ვერსიას რადიო გურიაზე მოისმენთ. კარგად ვდანდებოდეთ.